აი, სანამ კონსულტაციაზე შემოვიდოდი, კერდა საჯარო გარსის ჩასაწერად შემოვიდოდი, სხვათა შორის WhatsApp-ში მომივიდა მესიჯი და ერთი გოგო მწერდა, რომ იცი რა არის ხატია, სააღდგომო ფასდაკლებებს აკეთებ თუ არა. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია ამაზე, აი ამ წამს დავფიქრდი და იმაზეც დავფიქრდი, რომ რატომაც არა, ჩემთვის აი არ ვიცი, შობა, აღდგომა, ახალი წელი არის საოცარი დღესასწაულები, თავიდან დაბადების და რაღაცა ყველაფერი განახლების პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში გვარწმუნებს ღმერთის არსებობას და გვარწმუნებს მის არსებობას ჩვენს ენერგიაში და ასევე იმას, რომ ხო, რატომაც არა ჩვენი ენერგიები თავიდან დაბადების სტოლფაზია ყველა მსგავს დღესასწაულზე და გვჯერა სასწაულების. გვჯერა სასწაულების, იმიტომ რომ ღმერთი არის ჩვენს გულში, გვჯერა სასწაულების, იმიტომ რომ ღმერთია სიყვარული და ჩვენ ვართ სიყვარული ღმერთის შექმნილი ხატები და ჩვენ ამ სამყაროში ღმერთისგან ბოძებულ ნიჭსა თუ ენერგიას სწორად ვაპროვოცირებთ. ხო და რადგან აღდგომაზე ვგიჟდები ისე მიყვარს ეს დღესასწაული და ძალიან ძალიან ესეთი ცოტა მძიმე კვირაც მოდის, მაგრამ გამარჯვება, სიკვდილზე გამარჯვების და თავიდან დაბადების, სიცოცხლის თანთქმისა და შთაბერვის ჩვენში და ღმერთის დაბადების ჩვენს გულებში ხელახლა არსობისა არის ეს დღესასწაული და ხო, რატომაც არა გადავწყვიტე, რომ ხვალიდან 9 აპრილიდან 12 aprilის ჩათვლით სრულ დიაგნოსტიკაზე გავაკეთე 50%-იანი ფასდაკნება და ვისაც გსურდათ და მწერდით რომ ფასდაკნება ხომ არ მაქვს და გეუბნებოდით რომ ზაფხულამდე გადადებული მაქვს ეს ამბავი, ხო, ყველას გეტყვით რომ რა ვიცი, ფასდაკნება მაქვს 12 აპრილამდე, 9-დან 12 აპრილის ჩათვლით. მე სიმართლე გითხრა ხო თან ამ პასკობის პერიოდში, ნუ და რაღაც ამ პერიოდში ვფიქრობდი რომ ცოტა ნაკლები გაშლა ჩამეწერა, მაგრამ რატომღაც მგონია რომ აი ამით ბევრი ადამიანსაც დავეხმარებით და ჩვენ ამით არანაირ ბოროტებას არ ვაკეთებთ, ჩვენ ამით ვეხმარებით ერთმანეთს იმაში რომ გაიგოთ ის პასუხები, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, ხო და ვისაც გაინტერესებთ და წინა ფასდაკნება აი აგერ ახლა იყო და იქედან აქამდე კიდევ რამე დაგჭათ შეკითხვა, ან უბრალოდ იმად გარდა ვინც დარჩით რომ ვინც ვერ მოასწარით მაშინ კონსულტაციები, გელოდებით და წინასწარ უნდა მოხდეს დაჯავშნა ვიზიტის. საჯარო გაშლა კი იყო სახელწოდებით ვინ ხართ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანისთვის ამ კონკრეტულ მომენტში. თქვენ საინტერესოა ხო? ვინ ხართ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანისთვის ამ კონკრეტულ მომენტში? ამ კონკრეტულ მომენტში თქვენ ჩაფიქრებული ადამიანისთვის ხართ პიროვნება, რომელმაც თითქოს სიყვარული აჩვენა და თან ეს სიყვარული არ არის მარტივად აი განსამუხტი, აი თითქოს ეს ძალიან რთული პროცესებია და ამ პროცესებში ყოველდღიურად ერთმანეთს სწავლობთ, ერთმანეთს იკვლევთ, ერთმანეთის ძიებაში ხართ, კვლევა ძიებაში ხართ, ერთმანეთთან ერთმანეთით სიყვარულს სწავლობთ. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ შთაგონება მისთვის. მისთვის მხოლოდ შთაგონება კი არა, ძალიან დიდი ინტერესი ხარ, რომელიც ყოველდღიურობაში ეხმარება. აი მოსიარულე ენციკლოპედია, ასე გიწოდებს თავად, რადგან თვითონ შენი ემოციები ძალიან საინტერესოა მისთვის. შენ ხარ მისთვის ძალიან იცი მიზანდასახული, შენ ხარ მისთვის ცხოვრების ხალისი, შენ ხარ მისთვის ძალიან დიდი ვნება, სიყვარული, განცხრომა. ადამიანი, რომელთანაც თავს კარგავს და ეს თავის დაკარგვამაც კი არ ეპრობლემურება, მას ძალიან მოსწონს. და ეს ყველაფერი მასში არის ძალიან ძალიან დიდი ნუგეშისა თუ ნუგბარის მაპროვოცირებელი და ხო, ეს ნუგეში, აი ტკბილი ნუგბარი, რომელიც გინდა რომ ბოლო ლუკვისთვის შემოინახოს, აი ეგრეა თქვენთან რა, აი უნდა რომ აი სულ შემოგინახოთ, სულ იგრძნო შენი სურნელი, სულ იყოს შენს ენერგიებში და ძალიან მოსწონს მას თქვენთან ეს კომუნიკაცია და ხო, აი მუდმივად უნდა რომ რაღაცები ერთად განსაზღვროთ და ერთ ენერგიებში გადაიყვანოთ. მადლობა ყურადღებისთვის.